საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს ომის უკვე მეოთხე დღე არის. და ძალიან ბევრი რაღაცა გამოიკვეთა, რომელსაც ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, რა თქმა უნდა, ოფიციალური ეგრეთ წოდებული მეინსტრიმული მედიები და ეგრეთ წოდებული ექსპერტთა საზოგადოება, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა არის ნაყიდი, ყველა ატარებს ვიღაცის ინტერესს, ყველა ატარებს ვიღაცის პოლიტიკას და რეალობიდან არ საუბრობენ. როგორც ცნობილი არის მაქსიმალურად ახლა საზოგადოების ყურისთვის, ეს არის ის, რომ ისრაელი თავს იცავს ირანის ტერიტორიაზე, ესხმის ირანს თავს იმის გამო, რომ მას ბირთვული შეიარაღება არ ჰქონდეს და აი ბირთვული შეიარაღება რომ ჰქონდეს ირანს, გაქრება ისრაელი და არა მარტო ისრაელი და რა თქმა უნდა არ უნდა ჰქონდეს და მიდის ერთი ტაშფანდური და ამდენმა დასირებულმა გამოკლეებულმა ქართველმა თუ ქართულ ენაზე მოლაპარაკე, რა ვიცი, 1000 ჯურის თესლის ნაყოფმა ხოტვინი წაიღო. მე მინდა ერთი ელემენტარული კითხვა დავსვა, ბიჭო. ხალხი, რომელიც ამართლებთ სამხედრო დამნაშავის ნეთანიაჰუს რეჟიმს, რომელიც ოფიციალურად არის აღიარებული, ამდენი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელი, ბავშვების 14500 ბავშვის მკვლელი და 80000 სამოქალაქო პირის მკვლელი, ოფიციალურადაა შერაცული და ამართლებთ ამ ყველაფერში, რასაც აკეთებს ისრაელი. მე ერთი კითხვა მიჩნდება ამ კატეგორია ხალხთან. კი, მაგრამ ერთი კითხვა რო დაგისვათ. ესე იგი თქვენი ლოგიკით გამოდის, რომ რუსეთიც მართალი იყო საქართველოსთან? რუსეთიც მართალი იყო საქართველოსთან მიმართებაში? და არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში, უკრაინასთან მიმართებაში, იმიტომ რომ რუსეთსაც აქვს თავისი აზრი და თავისი სიმართლე, რომ საქართველო და უკრაინა გახდებოდნენ ნატოს წევრები და ამის შედეგად რუსეთი განადგურდებოდა და საფრთხის ქვეშ დადგებოდა, ამიტომ მათ იმოქმედეს ისე როგორც იმოქმედეს. ანუ აგრესორს, ქვეყანას, რომელსაც შეუძლია მეორე სახელმწიფოს დაესხას თავს და გაანადგუროს მეორე სახელმწიფო, რა აქვს მნიშვნელობა იქ? მიზეზი რა იქნება ამ ყველაფრის, გამართლება გააჩნია? ახლა მე ვეკითხები ამ დაქნეულ, დადებილებულ, დაჩლუნგებულ საზოგადოებას. თქვენ მე გამახსენეთ უკანასკნელი 200 წლის მანძილზე შემთხვევა, როდესაც ირანი თავს დაესხა რომელიმე სახელმწიფოს. ისტორიული ფაქტი, გამახსენეთ ვინმე უკანასკნელი 200 წლის მანძილზე, როდესაც ირანი როგორც სახელმწიფო თავს დაესხა რომელიმე სახელმწიფოს. მაინტერესებს ერთი თუთი რა შენ შემოგევლე, ჩემო ძმაო, ახლა ჩემი ხედვები და ჩემი ძმის ხედვები და ჩემი ბიძაშვილის და ჩემი მამიდაშვილის ვისი განსხვავდება არ მაინტერესებს. მე ჩემი აზრი გამაჩნია და ჩემი აზრს საუბრობ და ჩემი თავისუფალი აზრი მაქვს. ახლა არ მაინტერესებს ჩემი ძმა რას ფიქრობს და ჩემი ბიძაშვილი რას ფიქრობს და ჩემი ბავშვობის მეგობარი რას ფიქრობს და ესე შემდეგ რა. ძმურად ეს აბსოლუტურად ნორმალურია. რამდენი ადამიანი არის ამ ქვეყანაზე, წესით და რიგით იმდენი ინდივიდუალურობა უნდა არსებობდეს და იმდენი დამოკიდებულება და შეხედულება პრობლემების, რადგან ჩემი ძმა მე არ ვარ ვალდებული ვიფიქრო ისე როგორც ის ფიქრობს, არც ის არის ვალდებული იფიქროს ისე როგორც მე ვფიქრობ და ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და ეს ვისაც ვერ გაუგია, ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი პრობლემა. ელემენტარულ კითხვას გისვამთ, გამახსენეთ ისტორიული ფაქტი. უკანასკნელი 200 წლის მანძილზე, როდესაც ირანმა როგორც სახელმწიფომ ანახორციელა თავდასხმა. აი, ალეკომ წერს, რომ თურმე ერაყს დაესხა 80-იან წლებში ირანი, მაშინ მოდი კარგად გადაშალე მაგ ისტორიის ფურცელი და კარგად ჩახედე სადამ ჰუსეინის გეგმებს ირანთან მიმართებაში, არა მარტო ირანთან მიმართებაში, კუვეითთან მიმართებაში და სხვა ქვეყნებთან მიმართებაში და ვინ იყო ომის დამწყები მხარე. მე არ ვამბობ, რომ თავს არ იცავდა თქვა, თავს არ დასხმია არავის. თავდასხმა ომის ინიციატორი არ ყოფილა. დაესხენ ირანს თავს, მაშინაც დაბა რა იქნა, თავი არ დაეცვა? ნუ ელემენტ თუ არ იცი შენ შემოგევლენ ულაპარაკობ რა.
აი გამახსენეთ ისტორიული ფაქტი უკანასკნელი 200 წლის მანძილზე, როდესაც ირანი ოფიციალურად თავს დაესხა ვინმეს. აქ 200 წელზე კი არაა ლაპარაკი, ისრაელი საერთოდ 80 წლის სახელმწიფოა. 3000 წელი საერთოდ არ არსებობდა რუკაზე. და ეს ქვეყანა ხან ვის ებრძვის, ხან რას ებრძვის, ხან როგორ ებრძვის, ხან რომელ ქვეყანაში თავის ინტერესს იცავს, რომელ ქვეყანაში თავის ინტერესს იცავს და ეს ნორმალურია. ხო? ახლა შენ ეთყობა ლიბერაშტების დაჭერილი ისტორია გაქვს ჩემო ალეკო ნასწავლი, რომ ირანი დაესხა ერაყს თავს. არ იყო მასე, ტყუილია. არ იყო მასე. კარგად გადახედე და კარგად წაიკითხე. ვინ ვის დაესხა თავს და როგორ დამთავრდა ყველაფერი, კარგად წაიკითხე. არ დასხმია ირანი თავს. სადამ ჰუსეინის რეჟიმს. ერთი წუთი რა, სიბრიყვეს ნუ მელაპარაკები რა. ირან-ერაყის ომი არათუ თეორიულად ვიცი, პრაქტიკულად ვიცი, ადგილზე ვარ ნამყოფი, რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა და ხა სისულელეს ნუ მიმტკიცებ რა, იმიტომ რომ შენი არასწორი ნათქვამი გაამართლა. არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი ბოლო 200 წლის მანძილზე, რომ ირანი დასხმოდა ვინმეს თავს. ახლა ვინმეს არ ეგონოს, რომ მე ან ერთის მხარეს ვარ, ან მეორეს მხარეს. მე ვამბობ ფაქტებს. ფაქტების წინაშე კიდე არგუმენტები არ არსებობს. არ ყოფილა ესეთი. ისრაელი კიდე მისი დაარსების დღიდან დღევანდელ დღემდე ხან ვის ესხმის, ხან რას ესხმის, ხან ვის კლავს, ხან ვის ანადგურებს, ხან იმაშვება, ხან ამაშვება, ხან ისეშვება და რა თქმა უნდა მართალი არის ისრაელი უკნიდან განათლებულების აზროვნებით და მე ამას ვერ ხვდები. თუ კი თქვენ აგრესორი ქვეყნის გამართლების მომხრე ხართ. გაიხარე დავით. მაშინ გამოდის, რომ რუსეთის მართალი ყოფილა. თქვენი ლოგიკით. თუ რატო ის იმიტომ არა მართალი, რომ ის რუსეთია? რუსეთმაც დაარღვია საერთაშორისო სამართალი. შემოიჭრა საქართველოში, თუმცა ბევრად მეტი არგუმენტი ჰქონდა ისრაელიდან განსხვავებით რუსეთს, იმიტომ რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა სამშვიდობო, ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ჯარები, რომელიც სამშვიდობო ჯარებიც საქართველოს მოწვევით არსებობდა და როდესაც საქართველოს მოაწერა ხელი გახანგრძლივებასთან დაკავშირებით და იყო დანაკარგები ამ სამშვიდობო ძალებში და თავიანთ მოქალაქეებში და იმოქმედა თავისი ინტერესიდან გამომდინარე. ნუ მე ასეთ ჩულუნგებს, ასეთ დებილ ხალხს მხოლოდ შეიძლება აი ესეთი ფაქტით ვესაუბრო. არ ყოფილა. მე კიდე ჩამოგიყვით, რომ ასობით ფაქტებს, როდესაც ისრაელი შექმნის დღიდან სულ არის დამპყრობელი, სულ არის გამანადგურებელი, სულ არის დამრღვევი საერთაშორისო სამართლის და ასე შემდეგ. და თქვენ ნაბიჭორებო, აი ყველას გეუბნებით, ყველა ნაბოზვარს გეუბნებით. ხალხი, რომელიც მომხრე ხართ იმ რეჟიმის, ღმერთი არ წას ხوار გამოიკერებით. ხალხი, რომელიც ხართ იმ რეჟიმის მომხრე, რომელმა რეჟიმმაც ბოლო უკანასკნელი 1 წლის მანძილზე მოკლა 14,500 ბავშვი. თქვენ ხართ ამ ხალხის მხარეს? აი თქვენ დედას შევეცის უყველასას რა. აი დარინა მიქელაძე შენი ფრიმიშა დედა შევთხარე კიდე და გააჯუვი ახლა აქედან. ესე იმსახურებ თქვენ ეს დედამოტყნული ხალხი ლაპარაკს და ასე გელაპარაკეთ. ახლა რა შეეხება დანარჩენს? ხალხო, ლეგენდები ომის წინ ყოველთვის იქმნება და ლეგენდებით მიმდინარეობს ომი. იმიტომ ეს ომის პროპაგანდას ახასიათებს. ომის პროპაგანდას ახასიათებს, იმიტომ რომ ომს სჭირდება იდეა, ომს სჭირდება მტრისახე, ომს სჭირდება ძალიან ბევრი რაღაცა ომის პროპაგანდას და ომის პროპაგანდიდან გამომდინარე მთელი სამყარო შფოთავს, რომ თურმე ირანი ქმნის ბირთვულ იარაღს. ამაზე მოგვიანებით დეტალურად მინდა ვისაუბრო, მაგრამ გუშინ და აი დღეს უკვე ღიად იქნა რეალური მოტივი გამოაშკარავებული
ამ ომის. ირანის შაჰის შვილიშვილი, რომელიც რეზა ფეხლერის შვილიშვილი, რომელიც დაიბადა, გაიზარდა ეს, როდესაც შაჰის ირანი არსებობდა და როდესაც შაჰის ირანი არსებობდა, ამ პერიოდში იყო გალიბერასტებული მთელი ირანი, ირანის მთელი ახალგაზრდობა იყო ტრაკის ქნევას და წამალს და ნარკოტიკს და უბედურებას აყოლილი, ირანის ეროვნული ქონება და ნაციონალური სიმდიდრეები, რაც იყო ნავთობი, გაზი, ყველაფერი იყო ამერიკელებზე, ევროპელებზე და ამათზე გადაცემული და ეს კარგად იყო რა, მაშინ შენი ჭირიმე შენ გენაცვალე იყო ირანს და ისრაელს და დასავლეთს შორის. დღეს გამოხდა, ამ დროს მოხდა უკვე ირანის ისლამური რევოლუცია, როდესაც ისლამურმა რევოლუციამ დაამხო შაჰი, შეიქმნა ის რეჟიმი, რომელიც რეჟიმიც ახლა მოქმედებს ირანში და ამ რეჟიმმა გააკეთა მთელი ქონების ნაციონალიზაცია, თავისი ეროვნული ინტერესების გატარება, თავისი ტრადიციული სარწმუნოების, თავისი ტრადიციული წესის აღზევება აყვანა სახელმწიფოს რანგში, ჩამოაყალიბა ის სახელმწიფო, რომელიც სახელმწიფოს ჩამოაყალიბა, ეს ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს მისი პრობლემაა და ყველა ერთს აქვს უფლება მის ქვეყანაში იცხოვროს ისე, როგორც თვითონ თulis საჭიროდ. თუკი ისრაელს შეუძლია იცხოვროს მის ქვეყანაში, თუკი ამერიკელს შეუძლია მის ქვეყანაში, თუკი ინგლისელს შეუძლია, თუკი ევროპელს შეუძლია, თუკი ჩინელს შეუძლია, რუსელს მის ქვეყანაში იცხოვროს ისე როგორც თვითონ თulis საჭიროდ, ირანელს რატო არ აქვს უფლება? ქართველს რატო არ აქვს უფლება ჩვენ ქვეყანაში ვიცხოვროთ ქართულად? რატო არ აქვს? რატო უნდა ვიცხოვროთ პიდარასტულად? რატო უნდა ვიცხოვროთ ჩათალახურად, რომელსაც ახვევენ ჩვენ ქვეყანას თავზე? გამოძებნეს ეს შვილიშვილი, თურმე ნეთანიახუ ყოფილა განმანთავისუფლებელი ირანელი ხალხის და მოუწოდა ირანში მცხოვრებ ქურთებს, აზერბაიჯანელებს, თურქულენოვან ხალხს, ამას რომ აბა მიდით დაიწყეთ არეულობა აქეთ იქეთ და აგერ თქვენი კანონიერი მეფე, რომელიც გაზარდა უკნიდან განათლებულმა დასავლეთმა და უკნიდანაა განათლებული, ელოდება როდის ჩამოვა მეფე და დაჯდება სკამზე. აი რეალური მიზეზი იმის თუ რატო ხდება ომი ირანში. ბიჭო, არ უნდა ამას ბევრი ისა რა ქვია, ტვინის მტრევა. გადახედეთ სამყაროს 2001 წლის შემდეგ. როდესაც თურმე ამერიკაში ჩავიდნენ ვიღაცა კალოშიანი ავღანელი ტერორისტები, რომლებმაც თურმე დაამთავრეს საავიაციო სასწავლებელი, მოაჯდნენ თურმე ამერიკულ თვითმფრინავებს და მოაწყვეს 11 სექტემბრის ტერაქტი. და თურმე ტერორისტები ავღანეთიდან დაესყენ შეერთებულ შტატებს თავს და ტერორიზმი გამოცხადდა მსოფლიოს უდიდეს მტრად. 2001 წლიდან გამოცხადდა ქვეყნების სია, რომელი ქვეყნებიც იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და დასავლეთისთვის მიუღებელი და ეს ქვეყნები იქნა დადანაშაულებული ტერორიზმის მფარველობაში და დაიწყო ამ ქვეყნებზე სოფლიოს დიდი დემოკრატიული ქვეყნების შეტევა და დემოკრატიის ექსპორტი. ჩამოგიტვლით ახლა ძირითადად ჩამოგიტვლით ამ ქვეყნებს. ავღანეთი, თურმე რომელიც იყო მთავარი უბედურება და თურმე ავღანელმა, რომელმაც კოკაინის ყაყაჩოს მოწევის მეტი არაფერი არ იცოდა და იარაღის საკუთარ მიწაზე იარაღის სროლის მეტი არაფერი არ იცოდა, ჩავიდა თურმე და ეს ამერიკაში დაატრიალა მთელი უბედურება. ავღანეთი იყო ეს ქვეყანა, სადაც პირველები შეიჭრენ. ასევე იყო მეორე ქვეყანა, რომელი ქვეყანაც იყო თურმე საშინელება და უბედურება თურმე სოფლიოსთვის და თურმე ტერორიზმის მფარველი და თურმე ბირთვული იარაღის ბირთვული არა, მასობრივი განადგურების იარაღის მფლობელი, ეს იყო ერაყი. და სადამ ჰუსეინი.
თურმე ეს ერაყი და სადამ ჰუსეინი იყო თურმე ტერორისტებთან კავშირში და თურმე ასევე ქმნიდა მასობრივ განადგურების იარაღს. მე თვითონ მსახურობდი ერაყში და კარგად ვიცი. სადამ თელ აღმოსავლეთში შეგეძლო თითი დაგედო ნებისმიერ ქვეყანაზე. ერაყში და სადამ ჰუსეინის რეჟიმს კავშირი ქონოდა ალ-ქაიდასთან და თალიბებთან ეს იყო გამორიცხული. არ დადასტურდა არანაირი კავშირი, ისევე როგორც არ დადასტურდა ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის წარმოება. არ დადასტურდა ეს ყველაფერი. ახლა ელემენტარულს გეუბნებით, რუკაზე ვინმეს თუ დაუხედავს ოდესმე ვინმეს თუ დაუხედავს რუკაზე, მარჯვნივ ირანისთვის არის ავღანეთი, მარცხნივ არის ერაყი. თუ შეიძლება ნუ მისვამთ კითხვებს, დავასრულებ საუბარს და დამეშვით, მე რა კითხვას გნებავთ და ვეცდები გაგცეთ პასუხი. ქვეყანა ერთი მხრიდან, ქვეყანა მეორე მხრიდან. ორივე მხრიდან გავსებული იყო ამერიკული სამხედრო ბაზებით, დაანგრიეს ავღანეთი, დაანგრიეს ერაყი. და მათ ტერიტორიებზე შექმნეს სამხედრო ბაზები, ამერიკული სამხედრო ბაზები, რითაც ირანი მოაქციეს ალყაში, მაშინ. ასევე ჩრდილოეთის მხრიდან თურქმენეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში გავსებული იყო ამერიკული სამხედრო ბაზები ტერორიზმის საფრთხის მხრიდან. მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ირანის ისტორიული, გეოგრაფიული და პოლიტიკური იდეოლოგიური თავისი მოსახლეობის აღზრდის იდეოლოგიური კუთხიდან გამომდინარე, მიხვდნენ, რომ ირანი არც ერაყი იყო და არც ავღანეთი იყო. ამიტომ ამერიკელი სამხედროები და საერთოდ მთელი ნატო, რომელსაც მთლიანად მთელი თავისი ჯარები გაეგზავნა იქ, არ ვიცი, მიიღებდა რაღაცა კატასტროფულ მდგომარეობას და ამაზე შემდეგ შემიძლია ცალკე დეტალურად გესაუბროთ, თუ სახმელეთო ოპერაცია, რატო არც კი მოიაზრება თავში, რომ ირანში ჩატარდეს სახმელეთო ოპერაცია, იმიტომ ეს იქნება მთელი ამერიკის შეერთებული შტატების დანგრევა და განადგურება. მთელი ნატოს ჯარი რო შევიდეს ირანში, აზრი არ აქვს. ერთი ის, რომ თვითონ ირანის სახელმწიფოებრიობის პრინციპი არის აგებული მოსახლეობა სახელმწიფოს მცველი, რამდენი ადამიანიც არის, იმდენი ჯარისკაცი ყავდეს და მეორე ეს მთავარი ამომავალი წერტილი თვითონ ირანის ურთულესი გეოგრაფიული მდებარეობა, თაგორიანი ხეობებით გავსებული სახელმწიფო, რომელზეც კონტროლის დამყარება არის შეუძლებელი. მაშინ გამოსცეს ირანელებმა ესეთი ბრძანება, რომ თუკი ამერიკელი სამხედროები დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან ოდნავ მაინც გადმოკვეთდნენ ირანის საზღვარს და იქნებოდა რაიმე მცდელობა, ირანის შეერაღებულ ძალებს გაიცა შესაბამისი პასუხი. ერაყის და ავღანეთის მისიებმა იმდენად კატასტროფული შედეგები მოუტანეს სამხედრო თვალსაზრისით შეერთებულ შტატებს, ეყოთ იმდენი ჭკუა, რომ არ წაპოტინებოდნენ იმხელა დიდ სახელმწიფოს, როგორც ტერიტორიულად, ასევე მოსახლეობის მხრივ, როგორიც არის ირანი. და ყველას კარგად გვახსოვს, მაგათ სამარცხვინო გამოქცევა ავღანეთიდან და იგივე სამარცხვინო გასვლა ერაყიდან, მაგრამ ათთავარია იქ არიეს და აქოთ ეს სიტუაცია რეგიონში. კიდევ ერთი ქვეყანა, რომელი ქვეყანაც ასევე ითვლებოდა მიუღებლად ამერიკელებისთვის და საერთოდ ამ გლობალისტური, პიდარასტული, შიგ უკნიდან განათლებული სიონისტების და ამათ შნირ ლიბერასტული მოძრაობისთვის ეს იყო ლიბია და მუამარ კადაფი. არ ემორჩილებოდა ის ამათ დაკრულზე არც ეკავდა, არ ტაშფანდურობდა ასე შემდეგ. 2011 წელს ამჯერად უკვე საფრანგეთის ინიციატივით დაიწყეს ოპერაცია ლიბიაში.
რომლითაც ასევე მოკლეს გლობალისტებმა 2-3 კურდღელი ის რომ დაამხეს და არიეს სიტუაცია ლიბიაში და თავარი ამოსავალი წერტილი ლიბიის ეგრეთ წოდებული დიქტატორის თავარი გეგმა სასმელი წყლის რევოლუცია და იდეოლოგიური ტიპი იყო მწვანე რევოლუცია რომელიც კადაფს ჰქონდა ძალიან საინტერესო პიროვნება იყო და ძალიან მოაზროვნე პიროვნება იყო თავისი შეხედულებებით იყო არაბული სამყაროს მიმართ მწვანე რევოლუციის რომელიც მოუწოდებდა არაბულ სამყაროს გაერთიანებისკენ რომ არ შექმნილიყო ისეთი ორგანიზაცია როგორც იქნებოდა თქვათ ანალოგი არაბული ნატოსი რომ არც ერთი ქვეყანა არ ყოფილიყო ხაფანგში თავგაყოფილი ჯერ ამ იდეოლოგიის სახელმწიფო დაანგრიეს მეორე ნავთობის წარმოება ეს მაგათი საყვარელია უმთავრესი კადაფის დამხობით ესეც დაუმორჩილებელი და ტერორისტების ფინანსისტად გამოცხადებული კადაფი აფრიკის მეზობელ ქვეყნებზე რომლებზეც წყალი უნდა მიეწოდებიათ და პირველი რაც გააკეთა ნატოს ავიაციამ ზუსტად ის წყლის სასმელი წყლის რეზერვუარები დაბომბა რომელიც სასმელი წყლის რეზერვუარებიც კადაფის ჩაუხრელი შრომით იქნა ლიბიაში აღდგენილი და დღემდე როგორც ერაყი, ასევე ლიბია არის არეულობის ქვეშ, ავღანეთმა მეტნაკლებად თავისი იდეოლოგია დაიკავა და შეძლო მაინც შეკრა საზოგადოების, მაგრამ ეს ორი ქვეყანა ისევე რჩება ამ არეულობაში. კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც ამათთვის იყო კატეგორიულად მიუღებელი, ეს იყო სირია. ასადის სირია იყო მიუღებელი. რომელიც ასევე არ ემორჩილებოდა დასავლეთის დიქტატს თავისი იდეოლოგიით და თავისი წესით ცხოვრობდა, თუმცა სირიელებმა თავის თავს გამოუტანეს კატასტროფული განაჩენი, როდესაც 2001 წელს, როდესაც ამერიკელებმა დახმარება ითხოვეს თალიბების წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა, მაშინ სირიის მეთაურმა ასადმა გადასცა ამერიკელებს სირიის დაზვერვის ანალიზი, რომელიც დაზვერვის ანალიზიც აღმოჩნდა დამღუპველი თვითონ სირიისთვის. სიძულვილით ვარ გაჟღენთილი, რატომ ატყვილებ ჰალს შოთაგანა, რატო უნდა მიყვარდეს შენისთანა გამოყლეებული ერთი ეს პასუხი გამეცი რა. რატო უნდა მიყვარდეს შენაირი დასწირებულია? რატო უნდა მიყვარდეს? არ ვიცი, რა რჯულის ახარ, რა თესლის ახარ, რა ნაყოფის ახარ, აზრი არა ვარ და არც მაინტერესებს. დებილი რო ხარ გეტყობა ამ ხნის კაცი და უთავ მოყვარეო. რა ესე ჯერ ქართული წერა კითხო და ქართულად დაწერე. და მე გაგცემ პასუხს. დააქციეს სირია, გაასწორეს მიწასთან და სირია იყო მათთვის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი, იქიდან გამომდინარე რომ სირია აძლევდა საშუალებას მიახლოებოდა ისრაელის ავიაცია და დღესაც, როდესაც ირანზე შეტევები ხორციელდება, სამხედრო ტექნიკური თვალსაზრისით სირიის საჰაერო სივრცეში ხდება ისრაელის ავიაციის საწვავი ავზების შევსება. ნუ მისვამთ კითხვებს რა თქვენი ჭირი მე რა დავამთავრებ და მე დამისვით. როგორც ხედავთ, ასადის რეჟიმიც დაამხეს და სირიაში 2011 წლიდან დღემდე რამდენი სისხლი დაიღვარა, რამდენი ადამიანი მოკვდა და რამდენი უბედურება დატრიალდა. ნუ თავისი მაინც გაიტანეს, იქ დაამხეს რეჟიმი.
და ეს იყო ერთადერთი მიზეზი და ერთადერთი მიზანი იმისი, რომ სირიის ტერიტორიიდან ასევე დაქცეული ერაყი ეს აძლევდა საშუალებას ისრაელს მთავარი ბურჯი დაუმორჩილებლობის ირანი ყოფილიყო მათი სამხედრო თვალსაზრისით შეტევის იული საშუალება. და უკანასკნელი ბასტიონი ირანი აი ამ სამიზნის, ახლა მარტო ირანი არა, იქ რუსეთიც დასაქცევია, ჩინეთიც დასაქცევია, დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს, უკნიდანგან გეი პარადები უნდა ტარდებოდეს ყველგან, სიყვარული არის სიყვარული, მე ავიცერი შენთვის, შენ აიცერი ჩემთვის და წარმოგიდგენთ ეს დასირებული ჩოილარი ხალხი. მაგრამ აი ამ სიაში არსებობს ახლა ხო დიდი ქვეყნები რომლებიც მათ თვალში არ მოდის, ხო იგივე რუსეთი. რუსეთთან მიმართებაში გამონახეს აგერ უკრაინა. ეს კლოუნი ზელენსკის და მისი ღეჭია წოვია ხალხის მონტაჟპანდურები, დიდი ფული ჩადეს ამ საქმეშიც და დაიწყეს ბრძოლა. მაგრამ აი აქ ქვემოთკენ ყველაზე დიდი ლუკმა, რომელი ლუკმასაც ამხდის მანძილზე ვერ მოუხერხეს ვერაფერი, დარჩა ირანი და უკანასკნელი ასე რომ ვთქვათ კარტ ბლანში გადმოალაგეს და დაიწყეს შეტევა ირანზე. თურმე ირანი უნდა გაანთავისუფლო. თურმე ირანში დემოკრატია უნდა დაბრუნდეს. უნდა დაბრუნდეს შაჰი რეზა ფეხლერი. თავისი შთამომავლობით. ქურთებმა დამოუკიდებლობა უნდა მიიღონ. ჩრდილოეთის ირანულმა აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ ასევე მეორე აზერბაიჯანი უნდა შექმნას. იქეთ სამხრეთში ცალკე უნდა მოხდეს. ასე უნდა მოხდეს, ისე უნდა მოხდეს და ად იქნება გამარჯვებული დემოკრატია და ირანი რომ დაემგვანება ლიბიას, ირანი რომ დაემგვარება სირიას, ირანი რომ დაემგვარება იმას რა ქვია ერაყს, აი მაშინ იქნება დემოკრატია აღზევებული მთელ მსოფლიოში. აი ეს არის მათი მთავარი მიზანი. მათი მთავარი მიზანი არის საერთოდ ევრაზიის კონტინენტზე არსებული სახელმწიფოების, რომლებსაც კონკურენციის გაწევა შეუძლიათ გლობალურ გეოპოლიტიკურ მიმართულებაზე, ეს არის რუსეთი, ეს არის ჩინეთი, სხვათა შორის ევროკავშირიც აგერ აყავთ ყელში ამოყვანილი და თუმცა ევროკავშირი მაინც მართულია და ასე თავისი ცეპნოიპიოსები ყავთ იქ ასე რომ ვთქვათ. მაგრამ აი ირანის საკითხი საერთოდ არებს დარევს სიტუაციას. თუ ერთი მხრიდან ხდებოდა ამ ყველაფრის მოქმედება, ახლა მეორე მხრიდანაც ხდებოდა ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა, ისე ნუ ვიტყვით, რომ მარტო ამათი წარმატება იყო და მეტი წარმატება არ იყო. იგივე ავღანეთში ცხვირპირი წაიტეხეს, იგივე ერაყში ცხვირპირი წაიტეხეს და ერაყი დღესდღეობითაც ირანის გავლენის ქვეშ არის. იგივე სირიაში მიუხედავად თავისი მარიონეტული რეჟიმი ყავთ, რომელსაც ფუჩუკუტუს ორგანიზაციები და თვითონ ტრამპიც საერთოდ უვიწყებს იმ ტერორისტულ წარსულს, რაც ჰქონდა და მაგარი კაცია და შენი ჭირიმე და შენ გენაცვალეა, იმიტომ არის, რომ სირიის საჰაერო სივრცეში ხდება ისრაელის თვითმფრინავებისთვის საწვავის გადასხმა. და დღეს სხვათა შორის დატოვა ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების საჰაერო როგორ გითხრათ, ანუ მოძრავმა ბენზინ გასამართმა სადგურმა, ანუ თვითმფრინავებმა, რომელსაც შეუძლიათ გადაზიდონ და ჰაერში გადაუსხან საწვავი ამერიკის ტერიტორიები, ისინი ჩაფრინდნენ ჯერ რამშტაინის ბაზაზე, შემდეგ ხმელთაშუა ზღვაში მოძრაობენ და იქედან ხდება სირიის საჰაერო სივრცეში შესვლა ისრაელის გამანადგურებლების საწვავით უზრუნველყოფა, რომლებიც შემდეგ მიფრინავენ და ბომბავენ ირანს.
აი რეალური დამოკიდებულება, რეალური მიზეზი ამ ომის არის ეს ყველაფერი. იქ უკრაინაში, იქ ახლო აღმოსავლეთში, იქ აზიაში და ასე შემდეგ. აი ეს არის ამოსავალი წერტილი. ახლა რაც შეეხება ბირთულ იარაღს. ძალიან ბევრი და საერთოდ საინფორმაციო ომი არის ახლა და 1000 დებილი 1000 რაღაცას აფრიალებს მე არ ვსაუბრობ ამან დაარტყა, იმან დაარტყა ტელევიზიის დროს და ომი არის. ან ერთი მხარე დაბომბავს, ან მეორე მხარე დაბომბავს. და ასე იქნება ეს ყველაფერი, ამას არ ჭირდება. თუ ვინმე ცალკე ტაქტიკური ანალიზი ჭირდება ამ ყველაფრის, ეს ცალკე საკითხი არის, მაგრამ კაცო, მე სულ სხვა რაღაცაზე მაქვს საუბარი. საუბარი მაქვს ძირითად საკითხებზე. სტრატეგიულ საკითხებზე, პოლიტიკურ მიზეზებზე და პოლიტიკურ მიზნებზე. ეს არის გამცეს ვინმე პასუხი სად არის მასობრივი განადგურების იარაღი, რომელსაც ეძებდნენ ერაყში? სად არის? სად ნახეს? სად არის სადამ ჰუსეინის კავშირები ტერორისტებთან ამერიკელებს რო ჰქონდათ კავშირები ბელნადენიდან მოყოლებული ისე უნდა. არაფერი, მთავარი ხო არის სადამ ჰუსეინი, ხო არა ერაყი, ხო არა ის სახელმწიფო რაც იყო, ხო დაანგრიეს, ხო გაასწორეს მიწასთან. სად არის სირიის დიქტატორის ასადის მიერ გამოყენებული ქიმიური იარაღის კვალი, რომელსაც ადანაშაულებდნენ და მთელი მსოფლიო რომ ღელავდა, რომ სირიაში ასადი ქიმიური იარაღს იყენებდა. ხო არ დადასტურდა არც ეს. მაგრამ მთავარია სირიაში ასადი არ არის და სირია გასწორებულია მიწასთან. ახლა არაფერს არ აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ ირანს აქვს თუ არა ბირთვული ბომბი, ეს არავის არ აინტერესებს. ვის რა შეინტერესებს ირანს აქვს თუ არა ბირთვული ბომბი. ვინ უყურებს ამ ყველაფერს? მთავარი არის ირანში შეიცვალოს რეჟიმი. ესაა მთავარი ამოსავალი წერტილი. შემოკარგებო, ირანის ელემენტარულად განევითარებას უნდა შეხედოს ადამიანმა მას შემდეგ, რაც ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა. მანამდე იყო ასე, როგორც საქართველო არის ფუჩუკუტუ ქვეყანად ქცეული, ესა მოკლე კაბები ეცვათ ქალებს თურმე და ქალის ნიფხავს გადააყოლეს მთელი ირანი. ეს ყოფილა თურმე მთელი პრობლემა, რომ ქალს მოკლე კაბის ჩაცმა არ შეეძლო. და ეს არ შეეძლო და ახლა არ შეუძლია. თურმე ეს ყოფილა. იმიტომ იყო, რომ საქართველოსთან რო ფინანსდებოდა სხვათა შორის ირანში უამრავი საპროტესტო აქციები ჰიჯაბების მოხსნის გამო, სხვათა შორის ირანის ულტიმატუმი იყო ერთ-ერთი, რომელიც ამ რუსული კანონის მიღებაზე იყო საქმე, იმიტომ რომ საქართველოს გავლით უზარმაზარი ფული შედიოდა სოროსის ფონდიდან, იქ ფემინისტების აქციების მოსაწყობად, რო იცოდეთ ისე, მაგრამ არ გამოვიდათ არაფერი. ირანმა ისლამური რევოლუციის შემდეგ და დამყარებული იმ იდეოლოგიური და პოლიტიკური სახელმწიფო, რომელიც მათ შექმნეს, ესე იგი ამათთვის კატასტროფული, მაგრამ როგორც სახელმწიფოებრივად უზარმაზარ გარღვევებს მიაღწია. ქვეყანა სადღაც 35-40 მილიონიდან 95 მილიონამდე ავიდა, ანუ დემოგრაფიული მატების მხრივ. ქვეყანაში უფასო არის სწავლა განათლება. ირანი ათეულში შედის ნანოტექნოლოგიების წარმოების მხრივ. ირანმა ეს ყველაფერი მოახერხა მსოფლიოს სანქციების მიუხედავად. ირანში ქალებს ყველაზე დიდი უფლებები აქვს. და ქალები არიან პოლიციის უფროსებიც, ქალები არიან პარლამენტშიც, ქალები არის როიც არ არის არც ერთ ისლამურ სახელმწიფოში. ირანმა შეძლო ძლიერი სახელმწიფოს ფორმირება. აი ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. ამაზე ვინმე ლაპარაკობს, ეს ვინმეს აინტერესებს. არა კაცო, ირანი დაჟანგული ტანკებითაა და კი მაგრამ დაჟანგული ტანკებით თუა, დაჟანგული ტანკებით და დაჟანგული იმით ქმნის, რა ქვია, ბირთვულ პროგრამას? რა შეეხება უშუალოდ ბირთვულ პროგრამას. ბარეული დებილი რო აქ წივის, კივის და ამ იმას აფრიალებს. ხალხო, ერთი დიპლომატია. დიპლომატის ნათქვამი კიდე შეიძლება 9 ფილტრში გაატარო და მაინც ვერ გაიგო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ და ავრცელებენ ეს მთელი ჩვენის ფუჩუკუტუ საინფორმაციოები და ეს ხალხი, რომელიც მოდებაში არაა საერთოდ რა ხდება,
ირანი თურმე უკან იხევს და იხვეწება თურმე ირანი, რომ ის არ შექმნის ბირთვულ იარაღს და მზათაა ხელი მოაწეროს თურმე ირანმა იმაზე, რომ ის გარანტიას იძლევა, რომ ბირთვულ იარაღს არ შექმნის და ოღონ ისრაელმა დაანებოს თავი. საინფორმაციო ომის ნარატივი, რომლითაც გადაჭრელებულია მთელი სოციალური ქსელი, განსაკუთრებით საქართველოში. დებილებო, აი ამ დებილ ხალხს მინდა მიმართო. ირანი ყოველთვის ამბობდა და ყოველთვის აცხადებდა იმას, რომ ის ავითარებდა მშვიდობიან ბირთვულ პროგრამას, რომლის უფლებაც მას ჰქონდა ყველანაირი საერთაშორისო საზოგადოების და საერთაშორისო სამართლის მიხედვით და ბირთვული ზოგიერთს რო კითხო, ბირთვული ფიზიკა მარტო ბირთვული ბომბი გონია. ბირთვული მიმართულება კიდე ეს არის როგორც ატომური ენერგეტიკა, ისე სამედიცინო ბირთვული განვითარება და ბირთვული ტექნოლოგიები, რომელიც უზარმაზარი სფერო არის. უზარმაზარი სამეცნიერო სფერო არის. მაგრამ ეს არავის არ აინტერესებს. იმიტომ რომ ამათ ბირთვული მარტო იარაღი გონიათ. და ირანი აცხადებდა, რომ ის არასდროს არ ქმნიდა ბირთვულ იარაღს. უფრო მეტიც ირანელებისთვის და ირანული სახელმწიფოსთვის უპირველესი და მთავარი კანონი არის მათი სულიერი ლიდერის განცხადება და ბრძანება. რომლის ბრძანებაც იყო და არის, რომ ირანს მისი სულიერი ლიდერის ბრძანება არის ეკრძალებოდა საერთოდ ბირთვული იარაღის წარმოება და შექმნა. ეს თვითონ მაგათი სულიერი ლიდერის დავალება არის და ირანი ამისგან არ გარბოდა არასდროს სხვაგან. ყოველთვის ამბობდა ამას. ჩვენ შეიძლება ურანი გამდიდრდეს და ურანის გამდიდრება არ ნიშნავს, რომ ბირთვული იარაღი იქმნება. გამდიდრებული ურანი საჭირო არის იმისთვის, რომ ჩვენ ბირთვული კვლევები გავაგრძელოთ. და რაც კაცობრიობას სიკეთე მოუტანა ურანის და ბირთვული პროგრამის საკითხად, ბირთვული პროგრამა ეს არის უზარმაზარი ვრცელი თემა და ბირთვული შეიარაღება არის ერთ-ერთი მიმართულება. ყოველთვის ამბობდა ის, რომ მე გარანტიას ვიძლევი, რომ ბირთვული იარაღს არ ვქნი და შეგიძლიათ მობრძანდეთ და ნახოთ. ახლა რაც გამოაცხადა ეს ცალკე საკითხი არის, მაგრამ მე ვამბობ იმას, რასაც ამბობდა ირანი ამ ხნის მანძილზე. ირანი ამბობდა, რომ ის არ ქმნის ბირთვულ იარაღს, მაგრამ უარს არ ამბობს ბირთვულ ტექნოლოგიებზე. ამათ როგორი ირანი ჭირდებოდა, თიცით? ისეთი ირანი კი არა, რომელსაც თავისი სამამულო წარმოება, ფიზიკა, ქიმია, საკუთარი სამხედრო განვითარება აქვს და ეს კი არ ჭირდებოდათ. ამათ ჭირდებოდათ კოკაკოლის და მაკდონალდსის ირანი და ეს ტრაკწამოხდილი ქალები, რომლებიც კლუბებში ტრაკებს აქნევდნენ. აი ესეთი ირანი ჭირდებოდათ. ესეთი ირანი არ არის. ისეთი არის, როგორიც არის. და ირანი ამბობდა ამას ყოველთვის. ჩვენ მშვიდობიანი მიზნებისთვის ვერავინ ვერ დაგვიშლის ბირთვული ფიზიკის და ბირთვული მიმართულების გამოყენებას, მაგრამ ჩვენ არ ვქნით ბირთვული იარაღს. თუმცა ჩვენ აბსოლუტურად ყველანაირი პირობა გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ამას არ ვქმნით და ამას აბატონო აკონტროლეთ მთელი ჩვენი ქვეყნის ტერიტორია. ამას ამბობდა ირანი ყოველთვის და ამას ამბობს დღესაც. ეს ისე რეგვენებისთვის, რომელ რეგვენებსაც გონიათ, რომ თურმე ირანი ჩაჩმორდა, ჩაფლავდა და იხვეწება, თურმე ოღონ ხელშეკრულება დადონ, რომ ოღონ ისრაელმა არ დაბომბოს და ასე არ არის ასე. არ არის ასე. ირანი არ არის რომელიღაცა ჩამორჩენილი და ჩაჩმორებული ქვეყანა. ირანის მოსახლეობამ მზადაა თავისი მისწრაფებები და თავისი მიზნები დაიცვას ბოლომდე იარაღით ხელში, არ ჭირდება მას არავის დახმარება, არ აინტერესებს მათ არავის დახმარება, საკუთარ სამშობლოს ისინი დაიცავენ ისე როგორც დასაცავია. ამაში არის საქმე. ახლა მოუბრუნდეთ იმ საკითხს, რომ ირანი გავიდა ამ შეთანხმებებიდან. აბა რა უნდა ექნა ირანს?
ირანმა, რომელმაც აბსოლუტურად ყველა პირობა შეასრულა და მაინც დაბომბვა მიიღო? და ვინმე დებილს თუ გონია, ახლა გონიათ საქართველოს ხო ექსპერტები ყავს. ხო ყავს ექსპერტები, რომელმა ექსპერტებმაც აი ახლა ბირთვულ ფიზიკაზე ატომის გახლეჩვის თეორიას დაგიწერენ რო კითხო. ამათ რო კითხო ბირთვული ისა რა ქვია პროგრამა ირანის უკვე განადგურებულია და არ არსებობს. დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატების, დღევანდელი ირანის, დღევანდელი ევროპის და დანარჩენი სხვა ქვეყნების საქციელი აიძულებს ირანს და ამას ვერაფერი ვერ შეაჩერებს. მე გეუბნებით ამას მეტნაკლებად ძალიან ბრძენი ადამიანებისგან მოსმენილი და ამ საკითხს ახლა ზოგიერთი ახლა გებულობს და არა მე შენი მჯერა და გინაცვლე თქვენი პატიოსნების მჯერა შენ ქართველო ებრაელო ეტყობა რომ წერ მე მჯერა შენი პატიოსნების მჯერა და თქვენ არის პატიოსანი ხალხის თქვენ რო ხართ ებრაელები ქართველი ებრაელები განსაკუთრებით მე შენი მჯერა და შენი იმის მჯერა რა ქვია პრემიერის ეგერ რო გამოვიდა იმაში რო იყო რა ქვია საბერძნეთში რო იყო როცა ისრაელი იბომბებოდა და ახლა რო გამოყო თავი ჭექაქუხილში მოყოლილი თხას რო გავდა ისა მქონდა ერთი მაგის სურათი გაჩვენა მე გასო თქვენი მჯერა თქვენ სადა აგერა შენი პრემიერის სახლი დაუბომბიათ და აგერ რო გამოჩნდა აგერ თელავივში რო იგრძენით ისა რა ქვია დაბომბვა თურმე რა არის ეს ჭექაქუხილში მოყოლილი თხას რო გავს თქვენი მჯერა თქვენ ბიჭო რასაც იტყვით თქვენ სიტყვის ხალხი ხართ კაცო ირანის რავადე იჯერება გენაცვლე ღმერთში მიშვა ხოლა მე რასაც ვლაპარაკობ ესაა სიმართლე და ვლაპარაკობ ფაქტებით დაუშვით თქვენ ებრაელებმა თქვენს ბირთვული კვლევითის ცენტრში ატომური სააგენტოს ექსპერტები და შეამოწმებიეთ ერთი ის ბირთვული ცენტრი რომელიც გაგაჩნიათ სადაც ატომური იარაღს ინახავთ რომელიც ამერიკელებმა მოგცეს შეამოწმებიეთ ის ბირთვული კვლევითი ცენტრები რომლებიც რატო არ ამოწმებიეთ თქვენ ვინა ხართ ვიზე მეტი რითი ხართ რადგანაც ებრაელები ხართ და რადგანაც ესა რა ქვია ისრაელში ცხოვრობთ ამიტომ ხართ სხვაზე მეტი რა ვინა ხართ ერთი რა უფლება გაქვთ რომ სხვა ერზე მეტი წარმოდგენა გქონდეს მე მჯერა იმის რაც ხდება და ჩემი თავის მჯერა და ჩემი თვალების და სიმართლე გითხრათ ამ ყველაფერში ახლა რაც ხდება ირანი კი არა რამეში დამნაშავე და ირანს რამე კი არ დაუშავებია ირანს რაც აქვს ეს მარაგები დიდი ხნის წინ ხონდა ეს პრობლემა წამოვიდა ისრაელიდან წამოვიდა ნეთანიაჰუდან წამოვიდა მათი ესა რა ქვია მარჯვენა და მარცხენა ხელებიდან წამოვიდა რომლებმაც ბოინია მოაწყვეს მართლა ხორცსაკეფი მოაწყვეს ირგვლივ და თვითონ ნორმალური ხალხი ისრაელში ვინც წინააღმდეგი იყო ნეთანიაჰუს რეჟიმის და ნეთანიაჰუს მოცილება უნდათ იმათვის რომ დაემტკიცებია ისა რა ქვია რომ თურმე ასე კი არა ასია საქმე და ომი არის და რა გვემშვიდობება დაიწყო ეს ომი თვითონ მისი ინტერესებიდან გამომდინარე იმიტომ რომ მშვიდობიანობის პერიოდში როგორც ზელენსკი ვერ შეინარჩუნებს თავის თანამდებობას როგორც ხათაშორის ბაშარ ასადმა ვერ შეინარჩუნა თავისი თანამდებობა ომი მოიგო მაგრამ წააგო მშვიდობა ასევე ნეთანიაჰუ ვერ შეინარჩუნებს ვერანაირ მშვიდობას ისრაელში აუცილებლად მოაძრობენ იქედან ისევე როგორც ევროკავშირის პოლიტიკური ელიტები რომლებიც უკრაინის ომის ხარჯზე დგანან პანდემიამდე და მე ახლა უკრაინის ომის ხარჯზე დგანან და როდესაც დადგება მშვიდობიანი ნორმალური პერიოდი და არ იქნება ეს ჩამოკიდებული
ცხვრის ტყავში ტიკში გახვეული კატა, რომელიც გლეხმა ცხვრებს გაუკეთა ნასესხების პერიოდში, რომ 3 დღე მარტის ნასესხები გადაეტანებია. აი ეს როგორც კი არ იქნება, აი ამ შემთხვევაში დაგარგავენ თავიანთ თანამდებობებს. ამიტომ ახლა რაშია საქმე? ახლა არის დარჩენილი ირანი, ბოროტების მთავარი ცენტრი, ამიტომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ უნდა ავტეხოთ ერთი წივილ-კივილი, რომ თურმე მთავარი მტერი ისრაელის არსებობის ეს არის ირანი და ამიტომ უნდა გავანადგუროთ ირანი და ყველას დაუძახოთ და შევესიოთ და გავასწოროთ მიწასთან და უნდა დაუძახოთ ახლა ჩვენ შვილიშვილს, რეზა ფეხლერის შვილიშვილს დავაყენოთ ირანში უნდა ჩავატაროთ დიდი გეი პარადი, უნდა ლიბერასტობა, ტრაკტამოხდილმა ქალებმა უნდა იარონ, ნავთობი, გაზი, ბენზინი უნდა გადასცენ ეს ყველაფერი ამათ, ამერიკელებს და ებრაელებს და უკვე ირანში გამარჯვებული იქნება დემოკრატია და დამარცხებული იქნება ბირთვული იარაღი. ბიჭო, ვის გინდათ ეს ათოხლოთ? ადამიანი თუ აზროვნებს და ნორმალური აზროვნება გააჩნია, ისედაც ხვდება ამ ყველაფერს. ისედაც ხვდება. მაგრამ აი ესენი რომ შავით თეთრზე მიმტკიცებენ ქვეყანა, რომელიც 200 წელიწადია თავს არ დასხმია და ჩემი განადგურება უნდაო. მას საქართველოს განადგურება, იცი რამდენ ქვეყანას უნდა? იცი? რომ საქართველოში ქვაქვაზი არ დარჩეს? ახლა საქართველოს რო კონდეს შესაძლებლობა უნდა გაანადგუროს ყველა ქვეყნები? მოკლედ აი ამ საშუალო დონის ძლიერ ქვეყნებში მე არ მაქვს საუბარი აი დიდი დონის ქვეყნებში, როგორიც არის ჩინეთი, რუსეთი, შეერთებული შტატები და ასე შემდეგ. ხო არსებობს მეორე დონის ქვეყნები, რომლებიც რეგიონალური იმპერიები არიან და ეს არის ირანი, როგორიც იყო მაგალითად ერაყი და სხვათა შორის სადამ ჰუსეინს შეიარაღებას აწვდიდნენ და ტაშფანდურს უკრავდნენ ირანის წინააღმდეგ, რომელიც მერე თვითონვე დაამხეს. და განადგურდეს. და დარჩენილი არის ამისთვის ირანი. ძალიან დიდ ლუკმას ჩაავლო პირი ნეთანიაჰუმ და არა მარტო ნეთანიაჰუმ, ძალიან დიდ ლუკმას დაეტაკა ეს გლობალისტური ძალა. მე მინდა გითხრათ, მე ცალკე დავილაპარაკოთ იმ სამხედრო ოპერაციებზე, რომელიც სამხედრო ოპერაციებიც ითვალისწინებს ქვეითი ჯარის ოპერაციებს ირანში, რატომ არის შეუძლებელი და 0.01%, რატომ არის გამორიცხული ეს ყველაფერი, ეს ცალკე ლაივის თემა არის. ძალიან დიდ ლუკმას მიადექით მე გეუბნებით. ვერ გადაყლაპავთ. რომ გადაყლაპოთ, მაინც ვერ მოინელებთ. და ისე ერთი რაღაცა არის, იცი? დათათუთაშხიაში არის ასეთი რაღაცა. შიმშილს გამოყავს რომ გელიო სანადიროთ, მაგრამ გელიო იმას ფიქრობს, რომ ისეც არ დავეჯახო, იქით არ შემჯამოს. არის ის გელმა მეტის ფიქრიო, ცხოველია და იმიტომ. ადამიანი ცხოველიდან მეტი უნდა განსხვავდებოდეს, მაგრამ აი ნაკადს, რომელიც დემოკრატიის უკნიდან განათლებული კატეგორია ხალხი არის, გონიათ, რომ ყველგან ფული გაჭრის, ყველგან უკნიდან განათლება შევა და ასე გაგრძელდება ცხოვრება. არ გამოვა ბაბა მასე. და იქ რო გოდების კედელთან იდგა ნეთანიაჰუ და რო იძახოდა, რომ იმას რო ასრულებდა. მიმდინარეობს ყველაფერი ზუსტად ისე მიმდინარეობს, როგორც არის დაწერილი. ხო, ეს რელიგიურ საკითხებში მყოფ ადამიანებს მისტიკას რო თავი დავანებოთ და რელიგიას დაუბრუნდეთ, როგორც არის იოანეს გამოცხადებაში და როგორც არის ნაწინასწარმეტყველები, ზუსტად ისე არის ყველაფერი. ნაწინასწარმეტყველები არის მერვე თმოსვლის წინ,
რუსეთის მართლმადიდებლური რუსეთის აღდგენა, აღდგომა ამ გლობალისტური ძალების მიმართ და ომები და მიმდინარეობს 50 ქვეყანას ეგრე ომება. ნაწინასწარმეტყველები არის ახლო აღმოსავლეთში ზუსტად ის უბედურება, რომელი უბედურებაც აი ახლა თქვენ დაიწყეთ ეს ყველაფერი. ესეც ნაწინასწარმეტყველები არის და ყველაფერი მიდის ნაბიჯ-ნაბიჯ. და არ ვიცი ახლა დანარჩენი ომარის მეჩეთს ვინ დაბომბავს, ვინ იმის აშენებას მოინდომებს, ვინ ამის აშენებას მოინდომებს, მაგრამ რაც იყო დაწერილი გეგმაში ის მიმდინარეობს. ჩვენ სამშობლოს ნაშველი აქვს ჩემო ძმაო. ეს ყველაფერი გევიგეთ ჩვენ სამშობლოს რა. შენ გეკითხება ვინმე რამის გაკეთება შენ ქვეყანაში? ბაგრატიონის ვაჟკაცო. ბრძანეთ კითხვები ვისაც აქვს. არა პრობლემა. მე ძალიან ცუდად მენიშნა ჩვენ ქვეყანაში რაც ხდება. ჩამოთრეული იყვნენ ამერიკელები, რომელსაც მე დღემდე შეგახსენებია საქართველოს ამ ბოლო პერიოდში და ახლა გაახსენდათ და ბოჭორიშვილი შეხვდნენ და წავიდა ერთმანეთის ფერება და ტაშფანდური და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვინდა ამერიკასთან. რა იყოთ ბიჭო? ამერიკელებმა ახლა გაიგეთ საქართველოს ფასი? ირანის დაძაბულობა რომ მოხდა და ახლა გინდა საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ირანის წინააღმდეგ? არა, იმდენი მოღალატეების ხელში იყო საქართველოს და არის დღესაც სიამოვნებით გადმოგცემენ ამ ტერიტორიას, მაგრამ ხალხი აღარა ისე დებილი თქვენ რო გონიათ. ძალიან ცუდად მენიშნა ეს, იმიტომ რომ ამას მოითხოვენ. აბა ვეცდები ახლა გავცე პასუხი ბექას. ბექა, ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, ჩემი აზრი არის ის, რომ ირანი ეს არ არის ის სახელმწიფო, რომელ სახელმწიფოსაც ესენი ასე მარტივად დაახევიებენ უკან. არ არის. ეს არის იდეოლოგიზირებული სახელმწიფო და როდესაც ირანზე არის საუბარი, მაშინ კარგად უნდა იცოდე ადამიანმა, რომ ეს არის რელიგიური სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავისი სპეციფიკური მმართველობა, რომელიც ისლამურ სამყაროში არის ერთადერთი შიიტური სახელმწიფო და აი ამ რევოლუციის გუშაღთა კორპუსი და როგორ არის ეს სახელმწიფო აშენებული და როგორი ისტორიის პატრონი არის და რამხელა კულტურის და რამხელა ტრადიციების მატარებელია ეს უნდა ესენი ამას ვერ წააქცევენ, ამიტომ ეს ომი გაგრძელდება კიდე. კიდე კარგა ხანს გაგრძელდება. ირანის გენერლები რამდენიც არ უნდა დახოცონ. თუმცა უკვე ირანმა ძალიან სერიოზულად მოგიდა ხელი თვითონ ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების სამსახურებმა საკითხებს. თქვენ ხალხს იდეოლოგიას ვერაფერს ვერ უზამთ. ეს არის იდეოლოგიური სახელმწიფო, რომელიც თავისას გაიტანს ბოლომდე მაინც. და ის ბირთვული ტექნოლოგიები ირანმა უკვე დიდი ხანია გამოცა და შექმნა თავისი ბირთვული ბაზა და არავის ფეხქვეშ არ გაეგება ირანი და არავის ხვეწნას არ დაუწყებს. ის რისი გაკეთებაც ირანს შეუძლია, არის აი აქ მინდა გაჩვენოთ. აი ეს არის ამერიკული სამხედრო ბაზები ირანთან შორიახლოს. ეს საუდის არაბეთი, ომანი, თურქეთი, სირია, იორდანია, კუვეიტი და ასე შემდეგ, აბსოლუტურად ყველა ობიექტი ძალიან მარტივად არის ირანის სარაკეტო ქობინების სამიზნე. ამიტომ ამერიკელები თავს იკავებენ ამ უბედურებაში ჩარევიდან, ირანელებიც თავს იკავებენ ჯერჯერობით ამერიკელებს უშუალოდ დაარტყან. რა შეიძლება მოხდეს?
ეს არავინ არ იცის. მაგრამ ფაქტი არის ერთი, ირანი თავს არ მიიჩმორებს. არ არის ეს სეკულარული სახელმწიფო დემოკრატიული პრინციპებით, ეს არის იდეოლოგიური სახელმწიფო, ეს არის რელიგიური სახელმწიფო, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მან მისი მონაპოვარი და ერთი იცოდეთ. ბირთვული ტექნოლოგიებს ესენი ვერ შეაჩერებენ. მე ვიცი ეს ყველაფერი, ამიტომ წლების წინ, იქამდე 12-13 წლის წინ რომ ამ საკითხზე იყო საუბარი, მაშინ განსაკუთრებით ვსწავლობდი ამ საკითხს და დებილი უნდა იყო ადამიანი, რომ გეგონოს, რომ ბირთვული პროგრამა 1 და 2 ობიექტზე იყოს დამოკიდებული და მით უმეტეს 1 და 2 ობიექტი ამას აღიარებდნენ თვითონ დასავლეთის თვითონ ებრაელები ამბობდნენ რა, გამოცდილი სამხედროები, რომ შეუძლებელია ბირთვული პროგრამის შეჩერება. შეუძლებელი არის. ეს არ არის ერაყი 80-იანი წლების დასაწყისი, როდესაც რეაქტორის ადგილები დაბომბეს და დაამთავრეს ამით ყველაფერი. ეს არის უზარმაზარი ინფრასტრუქტურა მთელი ირანის მასშტაბით, რომელიც თვითონაც არ იციან, რომელიც საიდან იწყება და სად მთავრდება, მიწის ქვევით და არ არსებობს ისეთი შეიარაღება, რომელმაც შეიძლება ეს ყველაფერი დაანგრიოს. რომელიც ისრაელს კი არა, ამერიკასაც კი არა აქვს ესეთი იარაღი. ამიტომ უსუსურად ჩანს შემობექა, იმიტომ რომ საქართველოში არის გაჭედილი ინფორმაცია, ეს ლიბერასტულ, პიდარასტული საინფორმაციო ცენტრებიდან, რომლებიც დომინირებენ საინფორმაციო სივრცეში და ქმნიან განცდას, რომ ისრაელი არის მაგარი და ჩმორი არის ირანი. აი ეს არის არასწორი შეფასება და არასწორი დამოკიდებულება. არ არის ესე საქმე, არის სულ სხვანაირად, ამიტომ ნახავთ აგე რა, ამ ხალხისთვის რო გეკითხათ, ერთ დღეში ირანს აღარ უნდა იარსება. მაგრამ იმ შოკური თერაპიის შემდეგ, რომელიც ირანს მიაყენეს პირველივე დღიდან, მე მგონი თელ-ავივის ცენტრი იბომბება და მე მგონი ცახალის შტაბ-ბინა იბომბება და მე მგონი ისრაელის ბირთვული ობიექტები იბომბება და გუშინ ისრაელის ელექტროსადგურები დაიბომბა და ნავთობომბობებელი ცენტრები და უამრავი სხვადასხვა ობიექტები. ეს მაშინ, როდესაც ისრაელს იცავს არათუ მათი ეგრეთ წოდებული რკინის გუმბათი, ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე საუკეთესო სისტემა, რომელიც არის TED, სარაკეტო სისტემა, რომელსაც ეხმარებიან ფრანგები, ბრიტანელები, ახლა ამერიკელები კიდე გემებს აგზავნიან, იმისთვის, რომ საჰაერო სივრცის დაცვა მოხდეს. ხო, ეს არის ილუზია. და ებრაელების ახლა მთავარი ინტერესი არის ამერიკელები ჩართონ ომში ჩართონ და თვითონ გამოვიდნენ ასე, იმიტომ რომ ეს ძალა, რომელმაც ძალამაც თავის დროზე 2001 წლის 11 სექტემბერი მოაწყო, შემდეგ ის არეულებდა, ეს არის სიონისტების ძალა. სიონისტების ძალა არის. ეგრეთ წოდებული deep states რო იძახიან ახლა. რომელმაც ძირითადი მიზნები შეასრულა ზოგან წარმატებით, ზოგან წარუმატებლად. ამაშია საქმე. ირანში დაიჭირეს მოსადის აგენტების მთელი ქსელი. ვიღაცა არა. მთელი ქსელი, რომლებიც ამზადებდნენ ტერორისტულ აქტებს, რომლებიც ამზადებდნენ დრონებს და უამრავ სხვა რაღაცებს. დავით სხვათაშორის მე გუშინ მქონდა მაგ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი თემა სამხედრო პოტენციალს ეხებოდა, ირანი რატომ არ ახორციელებს ავიაციო იერიშებს და ასე შემდეგ. საქმე იმაში არის, რომ ყველა ქვეყანას ერთნაირად არ აქვს განვითარებული სხვადასხვა მიმართულება. ირანის სამხედრო სამეცნიერო მიმართულება არის ორი განსაკუთრებული მიმართულება. ეს არის ქვეითი ჯარები, სახმელეთო ჯარები,
რომლებიც უშუალოდ მიწაზე აკონტროლებენ სიტუაციას, ეს არის მათი ძლიერი მხარე და მეორე ძლიერი მხარე მაგათი არის სარაკეტო დარტყმები. აი ეს ორი მიმართულება გააჩნია ირანს ძირითადი სიმძლავრე. რაც შეეხება ავიაციას, გააჩნიათ ავიაცია, მაგრამ არ გააჩნიათ ისეთი ძლიერი ავიაცია, რომელიც ძლიერ ავიაციასაც შეეძლო მაგალითად კონკურენცია გაეწია. ანუ ყველა სფეროში ვერ იქნები ძლიერი, მიუხედავად იმისა, გააჩნიათ მათ MiG-29-იც გააჩნიათ ბოლო პერიოდში გადაცემული Su-35-ები საექსპორტო ვარიანტი და ესე შემდეგ გააჩნიათ, მაგრამ არ არის ავიაცია ირანის შეიარაღებული ძალების ძლიერი მხარე არის სარაკეტო და სახმელეთო მიმართულება. ამიტომ ვერ ახორციელებს ავიადარტყმებს აქედან გამომდინარე, თუმცა ისრაელის არის საპირისპიროდ. ისრაელის ძლიერი მხარე არის საავიაციო დარტყმები, აი ეს სადაზვერვო ინფორმაცია და ტერორისტული და დივერსიული აქტების მოწყობა, მაგრამ ისრაელი რო ირანს დაუპირისპირდეს პირისპირ სახმელეთო, აი ხმელეთზე მიმდინარე ომით, ჩათვალე რომ ერთი კვირა ვერ გაუძლებს. დამთავრებული იქნება, იმიტომ რომ ებრაელებს რაც არ შეუძლიათ, ეს მიწაზე ბრძოლა არის. ეს ისტორიულად ასე იყო ყოველთვის, თუმცა ტექნოლოგიებში ყოველთვის ძლიერები იყვნენ. და დღესაც ტექნოლოგიებზე აქვთ გაკეთებული სტავკა. რუსეთი არ ითხოვს საქართველოს გავლით ირანზე იარაღის მიწოდებას. რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას სხვათა შორის გუშინ მოახდინეს რატიფიკაცია ირანმა და თუ კი დაჭირდება რუსეთს ირანისთვის და ირანს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, არსებობს ამისთვის კასპიის ზღვა და კასპიის ფლოტილია, რომელიც მშვენივრად მიაწოდებს, არანაირი პრობლემა არ ექნება. მაგაზე ქალბატონო ნანა ვისაუბრეთ, ჩინეთი არის ირანული ნავთობის 2/3 შემსყიდველი ქვეყანა, რომელიც სანქციების მიუხედავად ირანიდან ყიდულობს და თუ კი დასავლეთის ქვეყნებს შეეძლოთ ჩართულიყვნენ ომში კუვეიტის გამო, ასევე შეიძლება ჩინეთიც ჩაერთოს ამ ომში. ამიტომ არის რომ შესაძლებელია მესამე მსოფლიო ომი მარტივად მოხდეს. ისევე როგორც პაკისტანი შეიძლება ჩაერთოს. ბლეფია, იდიოტიზმია გავრცელებული ინფორმაციები, ვითომ მოსადმა ჩინეთში აფეთქებები მოაწყო და მსგავსი რაღაცები. ძალიან დიდი წარმოდგენები ნუ გაქვთ რა იმის რა ქვია ისრაელის მიმართებაში რა. და ეს რაღაცა და ვინ გითხრა, რომელი მუსლიმური ქვეყანა არ უჭერს ირანს მხარს, თუმცა მხარდაჭერის მასშტაბებს გააჩნია. ზოგიერთი სიტყვიერად შემოიფარგლება მხარდაჭერისთვის, აგერ პაკისტანმა პირდაპირ განაცხადა ირანის ბირთვული დაბომბვის შემთხვევაში ისინი გამოიყენებენ ბირთვულ ბომბს. ვინ გითხრა? საუდის არაბეთმა მხარდაჭერა გამოუცხადა, თურქეთმა მხარდაჭერა გამოუცხადა. რას ამბობთ? აი უკვე არ ვიცი, ეს საინტერესო კითხვა არის, თუ კი ბრძოლა გადავიდა სხვა ფაზაში, რომელიც ითვალისწინებს სახმელეთო ოპერაციებს, ირანს მიცემენ თუ არ მისცემენ სახმელეთო კორიდორს ერაყში, შემიძლია დაგარწმუნოთ, ერაყში ირანის გავლენა არის კატასტროფულად დიდი, მათთვის პრობლემა არ იქნება, პირიქით, ერაყი ალბათ ზურგის ფუნქციასაც შეასრულებს, თუ კი სახმელეთო ოპერაციებზე მიდგა საქმე. მეორე საკითხი არის სირია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სირიაში დაკარგეს გავლენა ირანელებმა, მაინც არსებობს საკმაოდ დიდი ძალები, რომლებიდანაც შესაძლებელი იქნება უკვე მაგრამ არ ვიცი სახმელეთო ოპერაციებამდე რამდენად მივა საქმე. ირანს ყავს თავისი პროქსი ძალები, ჰუსიტებიც იყენებენ ამ ყველაფერს და ასე შემდეგ. არა მარტო ჩინეთმა, რუსეთმა, თურქეთმა, პაკისტანმა და აბსოლუტურად ყველა ნორმალურმა ქვეყანამ მიცა შესაბამისი შეფასება ამ ყველაფერს, ეს არის აგრესია თავდასხმა სხვა ქვეყანაზე. თეორიული საფრთხე, რომ თურმე ესა რა ქვია, ირანი ქმნის ბირთვულ ბომბს და ეს ბირთვული ბომბი არის ესა რა ქვია, გაისვრის თურმე ისრაელის წინააღმდეგ. რაში ჭირდება? ისრაელის სახმელეთო ტერიტორია არის სადღაც იმერეთის ხელა მთლიანად.
ირაკლი ჩემო ძმაო ახლა ხო გავრცელდა ინფორმაცია ერთი მე ვმუშაობ Mi6-ში კიდე და შემიძლია გითხრათ პასუხი გაგცეთ რომ ეგ ისეთი ქართველი არის როგორიც მე ვარ ისა რა ქვია უცხოპლანეტელი ხო არ ვიცი ახლა ქართული გვარი თუ ურტყამს და საერთოდ ეს თუ რეალური არის ეს ყველაფერი ერთი რაღაცის თქმა შემიძლია რომ ეს იქნება ისეთივე დამაქცევარი საქართველოსთვის როგორც იყო სალომე ზურაბიშვილი და სხვა იგივე ერდოღანი არის საქართველოს დაუძინებელი მტერი ქართული წარმოშობის და ასე შემდეგ. და ვინ გითხრა რომ თვითმფრინავს ვერ უგდებს ლაშა? რატო გაქვს ესეთი წარმოდგენა და რატო გჯერა ერთი მხრის და რატო არ გჯერა მეორე მხრის სადაც ფიქსირებული არის ჩამოგდება? არ მინდა ახლა შეიძლება ფეიკები ვრცელდებოდეს დრო გამოაჩენს ამ ყველაფერს. და იმ თვითმფრინავებს ბაზები თუ გაუნადგურე და ვერსად ვერ დაჯდა, ჰაერში ყარ იქნება სულ დაკიდებული. რომელი ქვეყანა მიიღებს? დასაფრენები ლილიკები და სამხედროს ავიაციო ბაზები, რომლებიც იბომბება ისრაელში, სად წავა იქ თვითმფრინავები? ელემენტარულს გეუბნები. კი შეიძლება ჰაერში ვერ მოხდეს ეს საჰაერო დუელის გამართვა ისე როგორცაა შესაძლებელი, იმიტომ რომ ავიაცია არის მაგათი ძლიერი მხარე. ნუ გონიათ მასე ეს ლეგენდები და მითები დაუმარცხებელი ამერიკული თვითმფრინავების შესახებ გადახედეთ ჩემო და ეგ ერთ სერბეთს თავს ესხმოდა ისა რა ქვია მთელი ნატო კვატო 28 ქვეყანა და თურმე თვითმფრინავი რომელიც ჩამოუგდებელი იყო სტელსი მაშინ მოიტეხა ცხვირპირი და როგორც ამობენ ჩამოგდებული არის F-15-იც და ესა F-15, F-16-იც და F-35-იც და არ ვიცი გამოაჩენს დრო ამ ყველაფერს. აიხარით ონკა. მოგლეთ გემშვიდობებით ამ ეტაპზე ამ ყველაფრით და მომდევნო თემაზე ვისაუბროთ სახმელეთო ოპერაციას, რატო ვერ ბედავს ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო, კვატო და ისრაელი ირანის მიმართებაში. დეტალურად ვისაუბროთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.